ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს ელჩის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. განცხადების შეფასებაც გერთულია ჩემთვის, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, შეუძლებელია მის შეფასება. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავსვა იმას, რომ ბატონი ელჩი არის სამწუხაროდ ტრაიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართული ხალხის წინააღმდეგ, ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობას. თქვა, რომ ახლოს მომავალში გადაწყდება, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ან განვითარდება ერთი მიმართულებით, ან განვითარდება მეორე მიმართულებით. ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა, რა თქმა უნდა, ამისათვის ელჩის დაბარება არის მიზეზი. ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართულ ხალხს მოუწოდებდა ნაცების დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა დამობილიზდეთო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში ნაცებიო. ხო, პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართულ ხალხს. ანუ ქართულ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9 წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება და ეს არის ტრაგიკული